უკვე ბევრი წელია მშრომელებს ამ ქვეყანაში არ ეზეიმებათ. 2025 წლის შრომელთა საერთაშორისო დღეს საქართველოს მშრომელები განსაკუთრებული პრობლემებით ხვდებიან. ქართული ოცნების ავტორიტარული კურსი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა არჩევნების შემდგომ. ჩვენ ვუყურებთ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების მასობრივ პოლიტიკურ დევნას. უკვე 700-ზე მეტი მოხელე გათავისუფლდა და ეს პროცესი შეუქცევადია. ჭიათურაში უკვე 2-ზე მეტია, რაც ვადევნებთ თვალს მაღაროელების პრინციპულ, სამართლიან პროტესტს, რომლის საპასუხოდ ქართული ოცნება და კომპანია, გაერთიანებული პროფკავშირები და სახელმწიფო მედიები უნისონში მოქმედებენ. ერთი მხრივ ისინი ეწევიან მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფის რეპუტაციის შელახვას, ხოლო მეორე მხრივ უყურებთ მათ მიმართ რეპრესიებს. არჩევნების შედეგების შემდგომ ჩვენ ნახეთ რეპრესიები ტყიბულში, სადაც არაერთი მეშახტე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. უყურებთ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების დევნას. იქნება ეს მათი წარმომადგენლების, თავმჯდომარეების სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც ერთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, თუ იქნება ეს გამოძიების დაწყების და ჩხრეკის ჩატარების მოტივით პროფესიული კავშირი ლაბორის მიმართ რეპრესიებში. ასევე ჩვენ ხედავთ არაერთი დამოუკიდებელი პროფკავშირის რეგისტრაციის პროცესის განზრახ გაჭიანურებას, განზრახ უარის თქმას. უყურებთ სახელოვნებო სფეროში წარმოებულ რეპრესიებს. უყურებთ დამოუკიდებელ მედიებში და სამოქალაქო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისთვის ყოველდღიურად მიხებულ და დამძიმებულ კანონებს, რომელიც გაქრობით ემუქრება ამ სექტორებს. წლებია ვუყურებთ ბანკის ვალით დამძიმებულ მშრომელებს, რომლებიც თვითონ თვემდე ცდილობენ თავის გატანას. უყურებთ ერთეულ ოლიგარქებს, რომლებიც ეპატრონებიან ქვეყნის სიმდიდრეებს, ჩვენი გაღარიბების ხარჯზე. მრავალი წელია უყურებთ პოლიტიკურ ელიტას, რომელმაც შექმნა ეს მახინჯი ეკონომიკური სისტემა და არაფერი გააკეთა მშრომელების საკეთილდღეოდ. უყურებთ როგორ მარტივად ჩაერწყა ამ ტიპის ეკონომიკური მოწყობა მზარდ ავტორიტარიზმს. ასეთ უსამართლო მოცემულობაში ერთადერთი გამოსავალი არის, რომელიც ჩვენ წინაშეა, რომელიც მშრომელებს აქვთ და ეს არის გაერთიანება და ბრძოლა საკუთარი ერთმანეთის უფლებებისთვის. სწორედ ამიტომ 1 მაისს 13 საათზე არის აქცია ჭიათურაში და აუცილებელია რომ ხმამაღალი მხარდაჭერა გამოვხატოთ მათ მიმართ. ამასთანავე 1 მაისს 19 საათზე თბილისშიც არის აქცია ორბელიანის მოედანზე, სადაც 10 დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის მშრომელების უფლებებისთვის იკრიბება. უნდა ვიცოდეთ, რომ სოლიდარობა ძალაა.